მადლობა, რომ ასეთი აქტიური მხარდაჭერა და ასეთი ერთგულება გამოიჩინეთ ჩვენს მიერ ინიცირებულ პროექტთან, მის განხორციელებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ 2016 წელი რუსთაველის წლად გამოაცხადა იუნესკომ. ჩვენი ინიციატივით გადავწყვეტეთ, რომ პატარა მნიშვნელოვანი წვლილი ჩავთვალოთ, დავარქვათ ასე შეგვეტანა ძალიან დიდი ეროვნული ღირებულებების გამტკიცებაში, ქართული სულის კიდევ ერთხელ დაკუხებაში, მინდა ძალიან თამამად თქვა ეს სიტყვები და ძალიან მოკლედ მინდა თქვენს თვალწინ კვირეულის ქრონიკა გავაცოცხლო. მინდა გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა იმ სკოლებს, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს, რომელთაც ჩვენს პირველივე შეძახილზე რომ დიახ, ჩვენ ვსწავლოთ ვეფხისტყაოსანს, დიდი ერთგულება და ენთუზიაზმი გამოიჩინეს, მხარში დაგვიდგნენ მათ დირექტორებს, ჩემს ძირფას კოლეგებს, უღმესი მადლობა, განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის საგანმანათლებლო რესურსსაც, მის ხელმძღვანელს ქალბატონ მარგარეტ ცუცქირიძეს, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს, რომელიც დაუღლელი ჩვენი თანამშრომელია, მე ასე ვიტყვი, არა მხოლოდ მეგობარი, არამედ თანამშრომელია და თქვენს წინაშეა კვირეულის ქრონიკა. ძალიან მოკლედ შეგახსენებთ, რომ ჩვენ კვირეულის პირველი დღე გავხსენით კონფერენციით, სადაც ძალიან საუკეთესო და სერიოზული პრეზენტაციები შემოგთავაზეს ჩვენმა ნიჭიერმა ახალგაზრდებმა. კვირეულის მეორე დღე დაეწყო ბლიც ხატვას, ვინც ესწრებოდით ამ აქტივობას, გახსოვთ რამდენად სახალისო იყო, როგორ გაცოცხლდა ჩვენს წინაშე რუსთაველი თავისი გენიალური და უკვდავი ქმნილებით. ჩვენმა პატარებმა შეგახსენებთ, რომ ჩვენ როგორც კონკურს გარეშე, მასპინძელი სკოლა კონკურს გარეშე ვიყავით ამ პროექტში, თუმცა დღეს ჩვენ დავიტოვეთ სერიოზული ამბიცია და სერიოზული განაცხადი და არავის აღარ დაგითხოვეთ ასპარეზი, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ამ ღონისძიებით კიდევ ერთი დიდი სიყვარული გამოვხატოთ თქვენს მიმართ, თქვენ დაგასვენით, ასე ვთქვათ, ამ აქტიურობისაგან და დღეს ჩვენი გალაღონისძიება იქნება. ეკრანზე გადის შესანიშნავი პრეზენტაციების ასე ვთქვათ, პატარა ამონარიდები პრეზენტაციები და ეს კვირეულის პირველი დღეა. ძალიან კარგი პრეზენტატორები ყვა და მინდა მოგახსენოთ და კიდევ ერთ პატარა ჩართვასაც ასე ვთქვათ, ჩავერთვები, მოკლედ გადავალ ამ საკითხზე, რომ ჩვენ ნომინაციები იმდენად გაგვიჭირდა, რომ შეგვერჩიეს სხვადასხვა სკოლების გამოვლენა გვინდოდა განსაკუთრებული ნომინაციები, ყველა იმდენად კარგი იყო, რომ რაღაც ვერ ვჯერდებოდით და მე მგონი რომ ობიექტურობაში ეჭვი არ გეყარება და ასეთებს მოვაჯილდოვებ დიპლომებით, მათ პედაგოგის მადლობის კურსების, სკოლის მადლობის კურსების გაგვიგია და აი კუთხეში არის ფანქაში შესრულებული ბლიც ხატვის დროს შექმნილი საუკეთესო მე ვიტყვი შედევრები, არ მეშინია ამისთვის ნამდვილად და საუკეთესო ნატურისტებს დავაჯილდოვებ აუცილებლად. ყველაზე საინტერესო, ერთ-ერთი საინტერესო პროექტის ფარგლებში იყო ინტელექტ თამაში. ინტელექტ თამაშის დროს იმდენად მნიშვნელოვანი და კარგი დამოკიდებულებები გამოამჟღავნეს ბავშვებმა, რომ მე სიმართლე გითხრათ არ ველოდით. მიზანი რომ ჩვენ ძალიან ახლოს ყოფილიყავით ვეფხისტყაოსანთან, მე მგონი უკვე მართლდებოდა და ჩვენც მშვიდდებოდით. ინტელექტ თამაში ძალიან პატარა მცირე სხვაობებით დამთავრდა თამაში და მესამე სკოლა გახდა ინტელექტ თამაშის გამარჯვებული. მეოთხე დღე როგორც გახსოვთ, თქვენ ვინც ესწრებოდ იყო იმპროვიზაციების. მე არ შემიძლია განსაკუთრებულად არ შევჩერდე იმპროვიზაციების დღეზე, ამ აქტივობაზე. ჩვენთვის დაუვიწყარი იყო ის ალბათ გახსოვთ, ვინც ესწრებოდით წვიმიანი საღამო და რაღაც ისეთი რომანტიკული გარემო შეიქმნა იორმუღალოს საჯარო სკოლამ ისეთი სერიოზული განაცხადი გააკეთა პროექტის ფარგლებში, რომ ალბათ კომენტარებსაც უკვე ვეღარ ვაკეთებდით და ვამბობდით, რომ რა მაგარია. მე მინდა განსაკუთრებულად გამოვყო იორმუღალოს საჯარო სკოლის ბატონი ყაზახის დიდი წვლილი ამ საქმეში, მისი პედაგოგების, რომელთაც აზერბაიჯანულ ენოვან, აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეებს ისეთი იმპროვიზაცია გააკეთებინეს და ისეთი უცნაური თვალი დანახული რუსთაველისადმი მიდგომა, რომ მართლა აღფრთოვანდით და ძალიან დიდი მადლობა ეთო პატარკაციშვილის თუ ახლოს არის ვერ ხედავ, ძალიან დიდი მადლობა და აქვე მე არ შემიძლია არ თქვა, რომ ეთო ჩვენი კურსდამთავრებულია, ჩვენი საუკეთესო გოგონა და იორმუღალოს საჯარო სკოლაში და მზისხული საჯარო სკოლას გადავუხადო. ყველაზე სახალისო გახსოვთ, თქვენ იმპროვიზაციები იყო კიდევ მათი ორიგინალური თავისი კოსტიუმები და თეატრალიზებული გაფორმებით და
და მგონი არავინ არ გამორჩება ჩაილურის საჯარო სკოლას და მე შევეცდები რომ დიპლომების გადაცემის დროს უფრო კარგად ჩემს პარტნიორ და პროექტის თანამონაწილე პედაგოგს მეგის ცხვარიაშვილს და თამარ მეჩხატაშვილს თხოვ ჩემთან ერთად აქ მოვძადით და მომეხმაროთ დიპლომების განაწილებაში და სიურპრიზი გვაქვს ყველაზე გემრიელი ლუკმა ჩვენ ამ ულამაზეს ვეფხის ყავსას გადავცემთ სკოლას რომელმაც გრან-პრი მიიღო. Ну, ცოტა ვინერვიულოთ, ვირებოთ. კარგია ეს საქმე, მაგრამ მე კიდევ ერთხელ იმ სკოლას, რომელსაც გრან-პრი ერგო, განსაკუთრებულ მადლობას ნომინაციები ამოვიდნენ, დირექტორები გამოცხადდნენ, ან პედაგოგები. ეძლევა პროექტში აქტიური მონაწილეობისა. საგარეჯოს პირველ საჯარო სკოლას პროექტში აქტიური მონაწილეობისას. ეძლევა პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის წყაროსთავის საჯარო სკოლას. ოჯარმის საჯარო სკოლას. ოჯარმის დირექტორს სამწუხაროდ ვერ მოაქვს ამან და წარმომადგენელს ვთხოვთ, აგერ ყოჩაღი და კარგი ბიჭი მაქავდა რომელმაც აი დაცემ ხოხლიაურის საჯარო სკოლა. საუკეთესო მხატვრის დიანა ჭიაბერაშვილის დიპლომსა. საუკეთესო მომხსენებელს ლუკა ფილიპთაც. საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის ხიარულ ინტელექტუალებს, ზისგულის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. აქტიური და ერთგული მხარდაჭერისათვის ყველაზე ღირებული სხვადასხვა აქტივობებისათვის და რამოდენიმე ნომინაციაში გამარჯვებისათვის სკოლა, რომელიც იმსახურებს ჩვენგან ბუხარეტარს, საგარეჯოს მესამე გუზარიაშვილს თავისი საკათავი მასალა და სიგელის მეგი ეს ნინო გუზარიაშვილს მანდარი საკათავი კუნჯები და იმედია გააგრძელებ რა თქმა უნდა ხატვას და ძალიან კარგი გოგონაა არაჩვეულებრივად ხატავს და დიდი მადლობა რომ ასე აქტიურად იყავით ჩართული ამ პროექტში. ასევე ჩვენ მართლა ყველა ღონისძიებაზე დავდიოდით და ერთადერთი ბლიც ხატვაზე ვერ მოვახერხე მოსვლა, მაგრამ აი ყველა ღონისძიებას უძღვებოდა ამ სკოლის მოსწავლე, პატარძეულის საჯარო სკოლის მოსწავლე, ყველა ღონისძიების სამყვანი, ასევე მოსწავლეთა სახლის ლიდერთა გუნდის წევრი თამარ ცხვარიაშვილი და მას მინდა ეს თამარს გადავწერ აუცილებლად. და რასაც ვეძებია შემიძლია დიპლომი ინოვაციური პროექტისათვის ქალბატონ ნინო ბურდიაშვილს ახალი სკოლა გექნებათ, ახალი კაბინეტი გექნებათ და მოგიხდებათ დაგამშვენებთ ნამდვილად. დიდი მადლობა რომ მოგვიწვიეთ და მეგობრად ვიგულეთ და აი ესეთი საინტერესო მართლა ინოვაციური სკოლებს შორისი პროექტი შემოგთავაზეთ და რუსთაველია და ასეთი დიდი წარმატებით აღინიშნეთ ჩვენს მუნიციპალიტეტს. ბოლო შემაჯამებელი ბოლოს მოვიდოვე ქალბატონ მანანა ცუცქირიძეს რომ არ დავუთმო ასპარეზი არ შემიძლია ჩვენს აქტიურ მხარდაჭერას
საოცრად ლამაზი სანახაობებით იყვნენ ბავშვები თვითონ დაკავებულნი. არ შემიძლია უღრმესი მადლობა არ გადაუხადო პროექტის ინიციატორს ქალბატონ ნინოს. პირველად ჩვენ შორის დაიბადა იდეა აი ამ პროექტის მიმდინარეობის შესახებ. საკმაოდ გვიან სოციალურ ქსელში მომწერა რომ აქვს იდეა ჩვენმა რაიონმაც მიიღოს რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით სერიოზული წვლილი შეიტანოს აი ამ საქმეში. მე მართლა მოხარული და გაკვირვებულიც ვარ ჩვენი მოსწავლეების შესაძლებლობებით და საოცრად მნიშვნელოვანია ის რომ არა მარტო ქართული საჯარო სკოლების მოსწავლეები, ჩვენი ძმები, ჩვენი ეთნიკური უმცირესობის სკოლის წარმომადგენელი მოსწავლეებიც საოცრად აღტაცებული და საოცრად ბედნიერები იღებდნენ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას და საოცრად დიდი მადლობა თითოეულ მონაწილე ბავშვს, რომელთაც გულთან ახლოს მიიტანეს ამ პროექტის მნიშვნელობა და ყველა იმ პედაგოგს, რომელთაც აი ამ ბავშვების მომზადებასა და აი ამ ღონისძიების წარმატებით დასრულებაში აქვთ გარკვეული წვლილი შეტანილი. დიდი მადლობა თითოეულ სტუმარს დღესაქმოგზავნებისთვის და ვუსურვებ ჩვენს მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო მეტი ღირსეული და ღირებული ღონისძიებების ინიციატორები ყოფილიყვნენ და ტოლი არ დაუდოთ საქართველოს არც ერთ მუნიციპალიტეტს არაერთი ღირსეული და ღირებული პროექტის ჩატარება. დიდი მადლობა. ძალიან არ უყვარს ამ ადამიანის თავის გამოჩენა ზუსტად ვიცი და არც ელოდება ჩემგან ახლა ამიწევას, მაგრამ მე არ შემიძლია. ჩემი უსაყვარლესი ადამიანი არ წარგიდგინოთ პროფესორი ბატონი მურმან-კვარაცხელია, რომელსაც მოგესალმებით ძირფასო სწავლეში პედაგოგია ჩემთვის დიდი პატივია ქალბატონ ნინოსთან მეგობრობა, მასთან კოლეგიალობა, ქართველი საქართველოს პროფესორი, დევნილი აფხაზეთის მართლმსაჯულებელი და ველოდებით როდის დავუძებით აფხაზეთში, როდის გავამხლიანებ და გავაერთიანებ ქვეყანას, მაგრამ ეს მარამეზე მინდა შემოგვიყვება გავამართლა მე დღეს აქტუალურად ვარ და მართლა მოვედი და გამარჯვებული ვარ იმაში, რომ მე დღეს აქ ვიქილე გრეფის პოლოსაზე აღწევი ახალგაზრდა და შვილი და ბავშვი. იცით, გრეფის პოლოსანი ეს სოფლიო შედევრი რომ არის, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცი და მოსწავლეებს მაგრამ ვინ არიერებს ამ სოფლიო შედეგს დღეს და დღეს საით მიყავს ამ გლობალიზაცია საით მიყავს ჩვენნაირი პატარა მცირე ერების ბედი და მისი მომავალი ეს ცოტა დასახელებელი რამეა და ეს პროფესორის წიგნის მაქვს ამ თემაზე დაწერილი ამ პროფესორზე მაგრამ მცირე ერების ბედი და მისი შემოსავალი და მე ძალიან მეშინია და ძალიან გული მწყდება იმაში რომ ჩვენ მომავალმა თაობებმა ჩვენმა ახალგაზრდებმა მართლაც რომ ეს ნიკეჩიალა გაითავისონ ის რაც საქართველოს დაიწყო და რაც ჩვენ გაგვაჩნია უდიდესი და უძირფასი გრანტი სოფლიო გრანტი ეს ვერაფერი ყოველთვის იქნება სხვა რამ ჩვენ ძირფასი რამე გვაქვს ძალიან ბევრი რაღაცები გვაქვს მაგრამ საქმე იმაშია რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენ ბრძოლა დაგჭირდება აუცილებლად იცით ჩვენ ბრძოლას ყოველთვის აზრი აქვს და ამ ბრძოლის გარეშე ჩვენ ვერ გავარდნით ბოლომდე იმიტომ რომ ძალიან ბევრ გვიტევენ ეს რეგიონებით გენემატოლოგიის პოლიტიკაში თქვა და განსაკუთრებით მარკეტინგის სფეროებში სადაზრდოებასა და იმ წარმომადგენლობასთან ვინც ამის იმდრიან და რამე ისაც რომ რამენაირად პატარაები ცოტა გადადონ პატარა განამატები და შეიძლება ეს საერთოდ გახდოს პირადად მე მოგწევს პატარა მოთხოვი მაგრამ მე არ შემიძლია ახლა დღეს მე აქტუალებული ვარ კიდევ ერთხელ გავიმეორებ ერთი გლეხის ნახონ, საკმაოდ ლამარა ნახა, დიდი რობაქიძის, გრიგოლ რობაქიძის კითხა პროფესორმა. რა იდეით და ჯანი მომემატის. მე თქვი ჯანი მომემატის, იმიტომ რომ მე დღეს ნახე რომ მე თქვი წყალსთან. დიდი მადლობა. Yeah.
გაუსაბამო ასაკით ვდგავარ და ვერ ვიხსენებ სად მაქვს საწყისი. კოლხი მედეას მოჭრილ გზას ვგავარ, არ გავატანებ ერთნებს საწმისი. დიახს ბეჭზე დავაკარჯვარი. არ მას მოვტეხე ცივი მარჯვენა. გამომიტანა მონღოლმა მსჯავრი მეკცა ქართული გულის ასჯელად. ჩემი დემეტრეს თავდადებული და განწირული სული მეკვეთა. ცხეთაში კვართი მირონცხებული, ქართული არას შემომეკეთა. შადიმანების ლახვარცემული, ზურგი ჯერ კიდევ არ მომრჩენია. ეშმას ფანდები ძირს დაცემული, ზოგჯერ ღალატით შემომრჩენია. მაგრამ სულ ახლოს, ძალიან ახლოს მედგა მარადი ჭირის უფალი. სადაც თამარის ჯილაკი სახლობს, სად ყმავიყავი თავისუფალი. წიწამურთან რომ ამტკივდა შუბლი. დღემდე ცეცხლივით მწვავს ისიარა. აწმყოს დამაშვრალს, ურცხვსა და უნდილს. კრწანისულ სისხლით ხელს აქვს ფიალა. უფალი მეფობს, ვარ საქართველო, წაუქცეველი, ვერ დაძლეული. სამების წმინდა გუმბათზე დაჯდა, ჩემი ბრწყინვალე ათასწლეული. გოგებაშვილმა ამიდგა ენა. აღმაშენებლის სამშობლოდან ვარ. იქაა ჩემი სულის საუბრო. სადაც სიმღერით ომებს იგებენ, სადაც ყოველი ლექსად საუბრობს. მე სააკაძის სამშობლოდან ვარ. თამარის სისხლი გადამდის გულზე. უფლის სიყვარულს თავს რომ წირავენ და წმენას არვინ არ ყიდის ფულზე. მე და ფიროსმანს ერთი მიწა გვაქვს. გალაქტიონის დამყურებს ღამე. სწორედ იქაა ჩემი სამშობლო, დედა ღვთისმშობლის რჩეული მხარე. მე ქეთევანის სამშობლოდან ვარ. მისი სისხლი ვარ, შვილი ვარ და ვარ. აკაკის ნასუნთქაერს ვისუნთქავ. ილიას გავლილ მიწაზე დავალ. ჩემი სამშობლო ვერ ითვლის ასაც. კაცობრიობის დღეთა შექმნიდან. დიახ, გახლავართ საქართველოდან, გენიოსთა და გმირთა ქვეყნიდან. დედოფალო მზის სწორო თამარ არ ჩანს მელექსე. ვეძებ რუსთაველს, მომეხმარეთ ტარიელ ფრიდონ, სათხარავთანდი. ზევდედოფალო მომიტევეთ მონავარ თქვენი. იერუსალიმს გაქცეულა აწრუსთაველი. მას თქვენ ამბობთ, რომ არ ყოლია მტერი რუსთაველს, სამშობლოდან არ გაქცევია სულთან ხუთავებს. დამარტოვდნენ უიმედოდ ტრფოვის ბრალია, რომ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია. იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მოლექსე. თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე, საბა სულხანი გამოაწყო ბერის კაბაში. ძვალთშესალაგი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს. მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი. დაბარათაშვილს ამოხადა სული შიმშილი. იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა ტყვია. ან სიყვარულმა კრამაჩაბელს ხელი სამიწე. ან იქნებ მასაც სიყვარული ჰქვია სახელად. რამაც შეშალამთ ის არწივი მოჩხუბარიძე. არა, ქართველთა გზა არ არის ასე იოლი. თვითმკვლელობა ჩვენში დიდი საქმის დაწყება. სარკმელს გააღებს სამყურეული გალაქტიონი და შურდულივით
ქვაფენილზე დაენარცხება იქნებ გგონიათ დადუმდეს ენა ვერ მოესწრებით არა და ვერა ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ თანხმობა მოგცეთ არა და ვერა შოთა რომ არა ტატო რომ არა ვაჟა რომ არა კიდევ რომ არა ესენი როა ახლა კიდე როა სოლომონ რომა კვლავ დაიქუხოს საქართველომა მებედაური ჩაუქროლებ გოსნის სამარეს ვიმხიარულე ვიგალობე ძმობის შაირი ჩელტრამალებზე გავირბინე ფიქრით ფთამალით მებედაური ჩაუქროლებ გოსნის სამარეს ნახემ ნათობი გაბადრული სახე თამარის და